მეგობარი. ბიჭო, შემოტრიალ. კეისი მომაწოდე. ოჰო, შვიდად ბიჭო. შვიდად ზმო. თეგეტაში გაგისორებ თან ცივა. თეგეტაში არა? უზანოვი გაგისწორებს. მოგესალმებით, მე ვარ ლაშა მძინარაშვილი რუბრიკა ექსტრემ შოუს წამყვანი. დღევანდელი რუბრიკის თემაა ექშენ ოპერატორი. ექშენ ოპერატორები იგივე რისკის ქვეშ მუშაობენ, როგორც კასკადიორები. ამ საკითხზე უფრო ვრცლად მოგვიყვება კასკადიორთა კოორდინატორი, ექშენ რეჟისორი დავით ხუბუა. დავით, რატომ არის აუცილებელი, რომ მზაფრისენები გადაიღოს ექშენ ოპერატორმა? ექშენ ოპერატორები კასკადიორებთან ერთად ემზადებიან და იგივენაირად ფიზიკურ ფორმაში არიან, როგორც კასკადიორები და ექშენ ოპერატორს უნდა შეეძლოს როლიკებზე დგომა, წყალქვეშა პოინტები უნდა შეეძლოს პარაშუტით ხტომა, საჰაერო ტრიუკების სიმაღლიდან დაშვება, კარგად უნდა გრძნობდეს ბრძოლის სცენის დროს, კასკადიორების ტემპს, რიტმს, დისტანციას უნდა გრძნობდეს, ძალიან მნიშვნელოვანია ეს დეტალიც. ლაშა, მოკლედ, ეხლა მაყურებელს ვაჩვენებთ, თუ როგორ შეიძლება გადავიღოთ სწორად ბრძოლის სცენა. ბიჭები კომბინაციებს გვაჩვენებენ, ეხლა მთლიანად ბრძოლის სცენას არა, მაგრამ კომბინაციებში კარგად გამოჩნდება, რას ნიშნავს სწორი გადაღება და სწორი რაკურსი და არასწორი რაკურსი. სახეში წრიული დარტყმის გადასაღებად ეგრეთ წოდებული რვიანის რაკურსი არის ძალიან კარგი. ხოლო იგივე დუბლის პროფილის რაკურსში ჩანს, რომ ეს დარტყმა არის ყალბი. ამ შემთხვევაში კასკადიორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დისტანციის დაცვა, უსაფრთხოდ და ტრამვების გარეშე გააკეთონ ბრძოლის სცენა. ამიტომ სახესა და მუშტს შორის 15-20 სანტიმეტრი მაინც უნდა იყოს დაშორება. რაც შეეხება პირდაპირ დარტყმას სახეში, აქაც ზუსტად იგივე პრინციპია, როგორც წრიული დარტყმის დროს. კადრში ყოველთვის მძაფრ შეგრძნებას იწვევს ფეხის დარტყმა. ფეხის წრიული დარტყმა სახეში უფრო ეფექტურად ჩანს დამრტყმელი ფეხის საპირისპირო რვიანიდან. აქაც პროფილში ვხედავთ, მსგავსი ტიპის დარტყმები არის ყალბი. თუმცა ზოგჯერ პირიქითაც, მაგალითად, სახეში მუხლის დარტყმა პროფილში კარგად ჩანს, რვიანში კი აშკარად ვხედავთ აცდენას. ერთი შეხედვით ეს ყველაფერი მარტივია, თუმცა გამოცდილების გარეშე საკმაოდ რთული. ბოლო 10 წლის განმავლობაში ძალიან მოდური გახდა ბრძოლის სცენის ერთ კადრში გადაღება. One shot ესე ეძახიან ჰოლივუდში. ფაქტობრივად ეს არის კადრში და მონტაჟი, რომელიც მემონტაჟეებს საქმეს უადვილებს. თუმცა, ექშენ ოპერატორისთვის ერთგვარი გამოცდაა, რადგან ოპერატორმა უნდა მოასწროს მოძრაობების კომპოზიციაში დაჭერა და ხედების შეცვლაც. დღეისათვის სულ ეს იყო. შემდეგი რუბრიკის თემაა პარკური კინოში. დევიდ ბელის ისტორია საინტერესო იქნება ექსტრემის მოყვარულთათვის. დროებით.